მარია მოსეფაიშვილი ვარ. ეს სათემო რადიო ჩოხატაურის ხმა. დღეს სოხუმის დაცემის დღეა, 27 სექტემბერი. ეს თარიღი განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით თითოეული დევნილისთვის. დღეს გადაცემაში სტუმრად ყავს ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ამოვლენამ სამუდამოდ შეცვალა. თემურ ქუხილავა, რომელიც გვესაუბრება იმ მოგონებებზე, რომელიც მას პირადად ახსოვს, იმ მძიმე დღეებზე, რომლის გახსენებაც ყველას ცრემლს გვრის. მანამდე მინდა ისტორიული რაკურსით გავიხსენოთ ეს მოვლენა. 1989 წელი განსაკუთრებული იყო. აფხაზეთის სოფელ ლიხნში გაიმართა დიდი კრება, სადაც ადგილობრივი სეპარატისტული ძალები მოითხოვდნენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან. სწორედ აქედან დაიწყო დაძაბულობის ღიად გამწვავება, რამაც საფუძველი დაუდო მომავალ ტრაგედიას. 1990 წელს ქართველი ხალხი ერთხმად მოითხოვდა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. 1991 წლის 9 აპრილს ეს ოცნება ახდა. საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. თითოეულს ახალი ნათელი გზა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანა მძიმე გამოცდების წინაშე აღმოჩნდა. იმ პერიოდში საქართველოში სიდუხჭერე, არეულობა და პოლიტიკური დაპირისპირებები სუფევდა. 1992 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რის შედეგადაც ქვეყანა კიდევ უფრო დასუსტდა. ხალხი მძიმე პირობებში ცხოვრობდა. არ იყო შუქი, წყალი, სითბო. პროდუქტებიც კი უჭირდათ ადამიანებს. ამ მძიმე ფონზე დაიწყო ომი აფხაზეთში. სოხუმსა და გარშემო ბრძოლები ყოველდღე მძინვარებდა. ქალაქი იბომბებოდა, მოსახლეობა შიმშილსა და განუწყვეტლო საფრთხეში ცხოვრობდა. მიუხედავად სიდუხჭირისა, ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ. ჯარისკაცები, მოხალისეები, ახალგაზრდები, ქალებიც კი იარაღებით ხელში იცავდნენ სამშობლოს. ეს ომი გაგრძელდა 13 თვესა და 13 დღეს. 1993 წლის სექტემბერში მტრის შეტევები განსაკუთრებით გამძაფრდა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიწყო უბედურება, ათასობით ოჯახმა დაკარგა სახლი, ათასობით მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე კი სიცოცხლეს შეეწირა. ეს დღე ჩვენი ქვეყნის უდიდესი ტკივილია, თუმცა იმავე დროს ეს არის გმირობის დღე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს. მათი თავგანწირვა გვახსენებს, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და რომ ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ აფხაზეთი, შევინარჩუნოთ ერთობა და გავუფრთხილოთ სამშობლოს. მათი ხსოვნა მარადიულია, ჩვენი ვალია მათი გზის გაგრძელება. აფხაზეთი საქართველოა. მოგესალმებით და მადლობა რომ დამხმარებით თქვენთვის ლართული ამ თემაზე საუბარი და პირველი კითხვა იქნება სად იმყოფებოდით სოხუმის დაცემის დღეს რა პირველი მოგონება გაგახსენდებათ იმ დღიდან სოხუმის დაცემის დროს დიახ მე ვიყავი საბუთის მასეგე ომის ვეტერანი ვარ მე ბრძოლობდი ომი რომ დაიწყო იმ დღეს მე სვიაზისტად მუშაობდი და სვიაზისტები ხომ იცით ომში პირველად მიყავენ სვიაზისტები და იმ დღესვე წამიყვენეს სვიაზისტა ვიყავი ბოლომდე ხო და ბრძოლობდი სოხუმ აფხაზეთში მიდიოდა ომი წელიწადი და 13 თვე რა წელიწადი და 1 თვე მიდიოდა ომი ბევრი ხალხი კი ვინც ამბობდა დატია ოჯახი წამოვიდნენ კი ბატონო მაგრამ მე ვინ გამომიშვებდა ხო და ცოლშვილი ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ და ცოლშვილი მე მიყურებდნენ უჩემოდ არ წამოვიდნენ ძალიან ბედზე ვარ გადარჩენილი ისეთი მომენტები იყო ძალიან გადარჩი რა ხო და ვიყავი ბრძოლაში და მე ოჯახი სად იყო ოჯახი იყო ოჯახში სახლში იყო კი მე ვიყავი ოპოზიციებში სადღაც ტყეებში სადღაცა იქით ესენი ოჯახში იყვნენ ანუ რა საშიშროება იქ ოჯახში არა ანუ დასახლებულში არა ჩვენ ვიდექით მივდიოდით სადაც ახლოს იყო ტერი იქინე ახლოს ხალხი ცხოვრდა იყო ესეთი სოფლები და იმათ ვიცავდით ჩვენ ხო ვიყავით ერთ სოფელში, მეორე სოფელში,
ხო და ბევრ ადგილებში ვიყავით. სახლში იყო ოჯახის წევრები, ყველა სახლში იყო, ვინც აბრძოლობდა იყვნენ სახლებში. ხო და ვინ ბრძოლობდა ომში ვიყავით. შემდეგ კითხვას დაგისმევთ, მაშინ როგორი იყო თქვენი ცხოვრება ომამდე სოხუმში და რა გარემოდ ადამიანური ურთიერთობები გახსოვთ? ომამდე? ომამდე ომი რომ არ იყო მშვიდობა და კაი ცხოვრება. აფხაზებთან ვარ ნამუშევარი, ნაკეიფარი, აფხაზებთან მუშაობდით ერთად, სომხები ცხოვრობთ ბევრი აფხაზეთში. სომხები მეზობლები მყავდა. მაგრამ სომხები იმ მხარეზე გედევინდნენ და ქედარჩენ იქინე. მშვიდობა იყო მაშინ, კარგად ცხოვრობდით. ყველა კარგად ცხოვრობდა და ვიყავით ნორმალურად. არ ვიცოდით ეს ომი რომ იქნებოდა. მაგრამ რა ვიცი, ეს აფხაზებმა გააკეთეს, აფხაზებს არ უნდოდა ქართველები, აფხაზებს უნდოდა რუსეთი. ხო და იმ რუსეთს კიდევ ეუნდოდა ეს შავი ზღვა და რა. ხო და მშვიდობიანად ცხოვრობდით, კი, მშვიდობიანად ცხოვრობდით, კარგად ცხოვრობდით. კარგად ვიყავით. რა გზა გაიარეთ დევნილობაში და სად მოხვდით პირველად? დევნილობაში ეს ომი რომ დამთავრდა, მე ერთადერთი გზა იყო გახსნილი სვანეთი გზა იყო, იქით აფხაზეთში სვანეთი და იქიდან გადმოხვალ აქ აფხაზეთიდან ტყედატყე ვიარეთ, ტყედატყე იქით, აქით რომ წამოვსულიყავ სამტრედის მხარეზე, აქით კი იყო რა. და იქით ტყედა ეს ერთადერთი გზა იყო გახსნილი, ამ გზით წადითო ვაფშევა. და გაგვატარეს იმ გზით. ჭიანჭველასავით მოდიოდა ხალხი. ბევრი საწყები ავად იყო ალბათ რამდენი მტრები ნახეთ გზა და გზა. ხო და იმ ტყედატყე მოვდიოდით ერთი 10 თუ 12 დღე. ეს ბავშვები პატარები მყავდა მაშინ. პატარები იყო და წყმარწრა მოდიოდნენ, ნენელა იღლებოდნენ და წამოწოლილები იყვნენ. პატარები. ომი რო დამთავრდა, თქვენ მერე წამოვიდით. ხო, აბა ვინ გამომიშვებდა ადრე? ანუ მერე მიხვედით ოჯახთან და მოგიდეთ. ხო და მერე ხო, ვინც ბრძოლობდა, ჩემი სახლი გადამწვარია, ვინ ბრძოლობდა, იმის სახლები გადააწვეს. ვინ გაგაჩერებდა იქინე? ის არა, ვინც აბრძოლობდა. არა, ვინც აბრძოლობდა, ვინც იყო, ისინიც გამოყარეს ყველა, გამოუშვეს რა ყველა. ხო, ქართველები, ხო, კაცო, ვინც აბრძოლობდა კარგად უნდა, გამოუშვეს ყველა. წადითო დატიეთ თქვენი საკარითო წადითო. ხო და თანაც ღამე იყო იმისთან ამ მომენტში წამოვიდეთ. სახლიდან არაფერი არ წამოვიღია, ორი კაბი გქონდა, კი წამოვიღეთ ამამ ორ ჩანდად მოკიდა ხელი, მაგრამ შუა გზაში დაიღალა ეს ბავშვები მოყავდა პატარები და ვიღაცა სვანის სახლში დავტირდა ამამ უთხრა მერე მოვალ მეო და რაც ვიდიოდა ეს და წამოვედი და ამ 12 დღეში წამოვედი და მოხდით ხო ჩამოვედით სამტრედიაში ჩვენ ახლა ჩვენ ბევრნი ვიყავით დედმამიშვილი მაგრამ გევიფა მე დამყავს აკარეს სოფელია ჯირგანაყრება დამყავს გათხოვილი ადრე იყო გათხოვილი და კეცარის ხო და მე ვთქვი ახლა უცხოსთან ხომ არ მივალ და მივალ ჩემდასთან მე და ვიცოდი ეს ჩოხატა ჩემი დედაც აქავრელი იყო ჩოხატავრელი და მე ჩემდასთან წამოვედი ჩვენ ბევრნი ვარ 7 დედმამიშვილები ვარ ჩემი ძმა სამტრედიაში დარჩა იქინე მასთან ცოლოურდა ჩემი დები კიდო თბილისში წევდა ჩემი დაც კიდო ერთი თბილისში იყო გათხოვილი ბანამდე და ერთი აკარე მე აქ წამოვედი ჩემი დები იქ წევდა და ჩემი ძმა აკანე რომ დარჩა ხო და მოხდი აკანე ამ გურიაში ჩემდასთან მოხდი ცალკე როგორ დევნილები აკანე შეგვასახლეს კი ბატონო ეს მთელი პროცესი ძალიან რთული იქნებოდა თქვენთვის მაგრამ აი განსაკუთრებულად რთული რომელი იყო რომელი მომენტი ფიზიკურად თუ ემოციურად თქვენთვის რთული მომენტი იყო ის ომის მომენტი რომ სახლი რო დატოვეთ ხო სახლი რომ დავტოვეთ და თანაც კანეს მაგრამ ის არ დაწყდებოდა წერი მოვდიოდი რატო რამდენი წელი აქინებ ცხოვრობდი და რა ის კარგი დრო იყო მშვიდობა იყო და ხალხი ცხოვრობდა ყველა კარგად ყველა ცხოვრობდა და დაატიან ოჯახი დაატოვებიეს ოჯახია ჩვენც კიდევ რა არაფერი არ წამოგვიღია რა წამოიღეს და ხომ გითხარი და არა რა ძალიან ცუდი დრო იყო ამ ომის პერიოდში ძალიან ცუდი დრო იყო ის წამოსვლა იმ ტყესი რომ ვიცეგით საჭმელი გზაში არ ქონდათ ხო საჭმელი როგორ იყო რა თვითფრინავი რაღაცა მესოკებით ყრიდნენ რაღაცა საჭმელი მესოკები იქნე კანსერი იყო პური იყო და
და მაგით გაიტანეთ და პატარა ვითომ წევიღეთ სახლიდან მე იმ სვანეთში მოსახლეობამ კიდო დაგვეხმარა და ასე წვალებით გადმოვლახეთ ეს აფხაზეთი და ჩამოვედით აქეთ და აი რა გინახავთ საკუთარი თვალით რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და ყველაზე მეტად გახსოვთ ნათლად ან ცუდი ან კარგი ცუდი იყო ეს ომის პერიოდში ცუდი იყო მაგე ყველაფერი აქეთ რომ წამოვედი საქართველოში რომ მოვხდი ამ გურიაში აქამდე ქევარ ნორმალურა და მაგე იყო ძალიან ცუდი ის რომ კიდევ ვიმეორებ რომ წამოვედიდი მწყედაწყეში ძალიან გაჭირება ძალიან ადამიანები რომ ხედავდი რომ მიცვალებულები ხო ბევრი მიცვალებულები სადაგზა კრები ვნახეთ სადაგზა რომ იყოს ვერ გაუძლებენ იმ პირობებს ზოგიერთი ხუცებული იყო ზოგიერთი ავად იმ პირობებში თავის გატანა და ზოგადად გამკლავება ამ ყველაფერთან რა ვიცი მე არ ვიცი როგორ გადავრჩებეც კიდე აქეთ ომში კიდე ძალიან ცუდი დრო ვნახე ომი და იმის შემდეგ რა ვიცი ახლაც კიდე რომ მახსენდება იქ გავრი ეს ომი ძალიან ცუდად მოქმედება აი ამ და ამ დევნილობამ თქვენს ოჯახს საერთოდ როგორი მოქმედა თქვენს ახლობლებზე, თქვენს ოჯახზე, თქვენს შვილებზე? ძალიან ცუდი იყო ეს ყველაფერი. ძალიან რთული იქნებოდა, სადაც გაიგებდეთ და გაიზარდეთ იმ ადგილის დატოვებაც თან იქ მუშაობდი და რაღაცა ოჯახი მქონდა და ვიყავით მუშაობდი მასა აფხაზეთში. კავშირგაბმულობაში მუშაობდი. აი რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში სოხუმის დაკარგვა მაის შემდეგ? სოხუმის დაკარგვა შეცვალა მინდა რომ მშვიდობა იყოს და მშვიდად რომ ვიცხოვროთ, ჩემი ოჯახი იქნება, სხვა იქნება და მშვიდობა მინდა რომ იყოს და უკან დაბრუნებაზე კი მენატრება, კი ხამე რომ სიზმარი კი მენატრება. იქ დევიბადე, გევიზარდე, მენატრება ძალიან. ჩემი ეზოკარი მენატრება. ძალიან მენატრება. ალბათ რამდენჯერ დაქსისბრებიათ კიდევაც. ბევრჯერ კი. აი ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც ამ ისტორიების შესახებ იცოდნენ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უახლესი წარსული და იმ ადამიანების გმირობაზე, ვინც თქვენთან ერთად იქ იბრძოდა და არ დატოვა ის ტერიტორია და ბოლომდე ზოგი სიცოცხლეც შეეწირა, მომავალმა თაობამ აუცილებელია რომ ამ ყველაფრის შესახებ იცოდეს და თქვენ რას როგორ ფიქრობთ, აი ჩვენ რა მექანიზმები შეგვიძლია რომ შევთავაზოთ და როგორ შეიძლება რომ დავამახსოვროთ ეს ყველაფერი ახალგაზრდებს? ახალგაზრდობა ხო? ახალგაზრდები ხო ეს ომი არ უნახიათ. არ უნახიათ ზოგი საქართველოში დაიბადა აქ ეს აფხაზეთი არ უნახიათ, მაგრამ მშობლებიდან თავის წინაპრებიდან რომ აფხაზეთი იყო და ცხოვრობდნენ ჩვენი ხო ცხოვრობდნენ იქ კარგად კი რომ დაბრუნდნენ მშვიდობიანად და მშვიდობა იყოს იმ აფხაზეთში. დაბრუნდო და იცხოვრონ ამ ახალგაზრდობა. ხო და ამ ახალგაზრდობას ენახოს მშვიდობა და კაი ცხოვრება, რა ვიცი. აფხაზეთში ხო იქ დაიბადე და ყველა კუთხე მახსოვს რა იყო, როგორ ვიყავით, როგორ ცხოვრობდით, როგორ აი საფრთხის დაბრუნების იმედით უხრჩებათ და აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს მომენტი? ნეტავ იყოს დაბრუნება. თქვენ გჯერათ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოხდეს? დევიჯეროთ ჯერა დაბრუნდეს გამთლიანდეს საქართველობა. საქართველო გამთლიანდეს. ეს ძალიან კარგი იქნება. ანუ იმ მომენტს გავიხსენებ, როდესაც დავტოვეთ. მახსოვს ისა გნელდებოდა რა. და იმ მომენტში წამოვედით. მე სახახსოვს. კი, მახსოვს. კი, სახლიც მახსოვს. სახლიც მახსოვს და ის მომენტიც მახსოვს, რომ წამოვედით, ძალიან ბევრი ხალხი იყო გზაში. ბევრი ხალხი რომ მოვდიოდით. რომ პატარა ბავშვის გადასახედიდან რას ფიქრობდი მამას არ იყო წასული მაშინ. იცოდი რომ ბრძოლაში იყო, იცოდი მაშინ კი. ხო, ვიცოდი. ისე უფროსებიდან რომ ომი იყო და ომში არის წასული მამაჩემ. რა უნდა გითხოთ? პირველად როცა წავიდა თემური ბრძოლაში, რას ფიქრობდით? რას ნერვიულობდი რომ
ორმაგაცნებულობდით ალბათ სახში ბავშვებზე და გულში წასულ მოვლენს. ეს რომ როდი ჩამოვა იმას ფიქრობდი და რა ვიცი მე არ ვტიროდი აბაღნები აი მეწოდებოდა ეს 6 წელს იყო 17 წელს იყო და რა ვიცი ძალიან ცუდი იყო. და სოხუმიდან საქართველოსამდე რას გაიხსენებდით, როცა წამოხვედით უკვე? გავიხსენებდი გასულას და ჩემი ყოფილიყო სოხუმში კაი იქნებოდა, მაგრამ მოხდა ომი და წამოვედი აქეთ. თორემ სულ არ მინდოდა წამოსვლა აქეთ. ჩემი სოხუმი კაი იყო. აგარი ცუდია, აგარი. რა ვიცი. ენატრებად იქაურობა. რა ჩემი სახლი გარესა და მაინც სოხუმი კაი. კაი იყო სოხუმი. როგორი ცხოვრების სტილი გქონდათ იქ სანამ ომი დაიწყებოდა? რატომ? როგორი ცხოვრების სტილი? ძალიან კარგად ვიყავით, ძალიან კარგად. მიხაროდა მართლა ყველაფერი იყო და რა ვიცი. ძალიან კაი იყო სოხუმი. რომ წამოვედით სვანეთიდან. 14 დღეში ვიყავით და რა ვიცი. ცუდი გამოდა. მომენტის მახსოვს ის კოსმოსულანტებდნენ. ხამე ალბათ ხო? ხამე მოდიოდა და რა ვიცი არ მინდა რა. აი ემოციურად იქ ძალიან რთული გადასატანი იყო. რა სინამდვილე ბავშვი წადითო. მალე წადითო. ანუ ერთ დღეს აშენებული ცხოვრებიდან მეორე დღეს არაფერი არ გაქვს. აი ესე აღმოჩნდა. მართლა მაგარი სინათლიდან უცებ სიგნალეში. სად ვიყავით და ყველაფერი თავიდან დაიწყეთ აქ. და აი ინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, აი ბოლოდინი თუ ქონდათ იმის რომ ომი დაიწყებოდა, თუ გეგონათ რომ მარტივად არ ველოდებოდი რომ ომი დაიწყებოდა. ამას არაფრით არ ველოდებოდი რომ ომი დაიწყებოდა სოხუმში. არ ველოდებოდი რომ ყოფილიყო ადრე წამოვიდოდით, მაგრამ არ ველოდებოდით რომ ასე იქნებოდა. რას ქვია სოხუმს როგორ აიღებენ, თორემ რას ქვია წამოვიდოდით. მაგრამ ბოლოს დავაი წადიჩქარა, თორემ არაფრით არ ველოდებოდი მართლა სოხუმს რომ ბოლომდე წამდათ ეთყობა რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად სოხუმს რას ქვია აიღებენ და ბოლოს მაინც მოხდა ჩვენი წამოსვლა საიდა სვანეთიდან მერე იქ სვანეთიდან მოდიოდი და ტყეში ხამე ოჯახი მას შეგვაფარაკე და სვანები მართლა კაი ხალხი ყოფილა. ზოგიერთი იმაში ოჯახებში შევედი ხამე გაგვათევინა კიდო და მერე დილით გათენ და მერე ფეხი წამოვედი და რა ვიცი ისტორია რა ვიცი. აი იმ ომის პერიოდში ბატონ თემურზე ინფორმაციას როგორ იგებდით მისი მდგომარეობის შესახებ? წერილებს გიგზავნიდნენ თუ როგორ გაგებინებდნენ? წერილები და დამთავრდა ის ხო ამ სოხუმზე დაეცა ხო მამაჩემ მოვიდა სახში. მანამდე არაფერი არ იცოდით მის მდგომარეობაზე? მანამ ინფორმაციას თუ იგებდით? თემური და იყო წასული. წასული იყო მაგრამ მეზობლები ვიცორო და ზოგიერთი მოდიოდა სახში რაღაცა მომენტი იყო ისე და ეუნებოდა თავად ნუგესინიათო თემური კარგად არისო თემური არისო ზოლის ვერსეო და ნუგესინიათო ამათ ეუნებოდა ოჯახს თემური არისო ანუ ესე ცოცხალის თუ გარდა ამბავს ხო თემური ნუგესინიათო ცოცხლად არისო და პირველი ხაზია არის და ატყობინებდნენ კი ზოგიერთი მოდიოდა მეზობლები და ეუნებოდა ესენება არ მინდა ამე მოდიოდი კიდო კაი ამინდი იყო იგი წვიმები და იგი არ იყო თორე ახლა არ იქნებოდა ეთიკაშვე და ისეთი იმაში ვიყავით ძალიან ცუდი მაშინ საიდან გამოვედით რა ვიცი ძალიან ცუდი იყო ძალიან ეს საწყლები რამდენი ადამიანები ჩაიხალხა და რამდენი ხალხი მოყოდა ჩვენ ცოლამ რამდენი დაღუპა და მერე კიდე საში რამდენი დაიღუპა მოდიოდით რამდენი წრები ეყარა საწყლები და გაცნობებთ ვის ვასწრებოდით ჩვენ იქა ეწერა იქა საწყლები რამდენი ანუ სახელი და გვარები ეწერა ო ალბათ პატრონი ხო ვიღაცაზე ხო პატრონი და ვინაცნობებს დაგაცო ქვეყანა იგი იყო გზაზე მოდიოდი და რა ვიცი სად ვიყავით რა ვიცი ტყეში შევიკრიბეთ მე ტყეში და რა ვიცი და მაგრამ ამინდმა გაგვიმართა კიდო კაი წვიმები და იგი არ იყო თორემ რომ ყოფილიყო წვიმები ჩვენ არ ვიქნებოდეთ ცოცხალი
და ქვეშულოდა ხალხი ჭეაჭველასავით რომ მოდიოდა არ გვეკარებოდა ეს ნადირი ეს არ ვიცი რომ წამოსული ხალხი ძალიან მათ მოდიოდა ბევრი ერთად მოდიოდა იმიტომ არ მოდიოდა ალბათ ნადირი ჩვენ ხოდა რომ ნახა ყორები იყო სეტკაზე ახტებოდა ხოლმე რომ მოდიოდი ხალხი ეშინოდა პირიქი თქვენი რა ვიცი ხალხი ძალიან ბევრი მოდიოდა ერთმანეთი დაებები ისინი რომ გაიხეთხათ ეს სეტკები და იგი ყოღშეკდა რაფხელა ღორები იყო ეს რა ვიცი რა არ ვიდა რა გახსენება რა არაფერი თო არაფერი იყო რომ ძალიან გაიყინაო მის წინვარზე განმოშლის მომენტში ბევრი მე დაღამდებოდა ცასამანთებზე დეგანა და სად ბოლოს ამოვიდა ჩემი ის მარინას ის ქმარის ძმა ვალერი ის მოსწრების სიძის ძმა ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა ბოლოს და მასში მოუწია თოვლი და ყინვა და იქ გაიყიდა ამოვიდა ეს ბიჭი მარტო ამოვიდა ბოლოს და არ დატია საკარი მაგრამ მე იწულებილი გახდა რომ წამოსულიყო რომ წამოვიდა შუა გზაში გეიყინა და მე არის და ვინც ანუ იყო ისეთი ხალხი ვინც დაუშვათ არ წამოვიდა და მე გაიგეთ რომ ის დახოცეს თუ რა გაუკეთეს კი ბევრი კი ვინც დარჩა ხო ბევრი რო არ დატოვა სახლები დახოცელი კი ბევრი ხო ქვეყანა იგი იყო ასეთი ბევრი იყო ასეთი ვინც დარჩა და ბევრი მოკლე მე მომიკლენ კიდევ ვერ მოასწროს სასწრაფო მოდიოდნენ ვინაში გზაზე მოდიოდნენ სასწრაფოება ამ მომენტში შეეფეთათ რომ აფხაზები და ადგილზე მოკლენ გაჯერებული ორივე დახოძეს მამა და ძმა ორივე თორემ სასწრაფო ვერ მოასწრო წამოსლა რა ვერ მოასწრო სასწრაფო ანუ ვინც მოასწრო წამოვიდა გამოუშვეს და დანარჩენი გზაში სადაც შეხვდათ იქ დახოც ხო რაცა ხოდა სოფხები დარჩენი იქ სოფხები გადარჩნენ აგრესია ძირითადად ეთყობა ქართველების მიმართ იყო მარტო ხო და სოფხები გადარჩნენ დიდი მადლობა თქვენთვის წიმე ამ დღის გახსენებისთვის ალბათ რაღაცა ძალიან ძიმია ამ კადრების გახსენება გისურვებთ რომ ერთ დღეს დაბრუნდეთ თქვენ სახლში და იქ ისევე გააღვიოთ ის კერა ჩვენი მომავალი თაობები აუცილებლად შეძლებენ იმედია ამას მერტმა მშვიდობა იყოს მშვიდობა იყოს არა იცი რა როგორ იქნება აფხაზეთი საქართველოს დასავლეთით ზღვისპირა სამოთხეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, კავკასიონის ქედის ფერდობებზეა გადაჭიმული. ეს მიწა ადრეული დროიდანვე იყო კოლხეთის სამეფოს ნაწილი. დიოსკურიას პორტი დღევანდელი სოხუმის მიდამოებში ჯერ კიდევ ძველი წელთა აღრიცხვით მე-6 საუკუნიდან მსოფლიო ვაჭრობის გზებზე იდგა. აფხაზეთი ყოველთვის იყო კარიბჭე საქართველოსა და შავი ზღვის სამყაროს შორის. მისი ბუნება, მწვანე მთები, ზღვის სიო, ჩანჩქერებით მდიდარი ხეობები და სუფთა ტბები. მე-19 საუკუნეში რუსული იმპერიის შემოსევების შემდეგ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების სისხლიანი ომის შედეგად აფხაზეთი ისევ დიდი ტკივილის ადგილად იქცა. რუსეთის მიერ განხორციელებულმა ოკუპაციამ დროებით მოწყვიტა ის საქართველოს სხეულს. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ასობით 1000 ქართველი საკუთარი სახლიდან იძულებით იქნა გაძევებული და დღემდე მონატრებული აქვს თავისი კერა. ჩემი მშობლიური ქალაქი ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და იქ კიდევ უფრო მძაფრად, მეტიცრემლითა და ტკივილით იგრძნობა რუსეთის აგრესიის კვალი. ჩემი მშობლიური ქალაქი აფხაზეთიდან დევნილების ერთ-ერთი პირველი მასპინძელი იყო და დღემდე ქალაქის უმრავლესობას დევნილები წარმოადგენენ. დევნილები, რომლებიც სვანეთის მთებიდან ყინვასა და თოლში გამოექცნენ რუსულ ტყვიებს. ჩემი ქალაქი დღემდე რეალურ ისტორიებს ინახავს და ყველაზე მეტად სწამს სჯერა, რომ ოკუპაცია ვერასდროს წაშლის ისტორიულ სიმართლეს, რომ აფხაზეთი იყო და დარჩება საქართველოს ნაწილად, მისი ძეგლებით, ქართული წარწერებით, ხალხური ტრადიციებითა და სიყვარულით. აფხაზეთი არის საქართველოს წარსული დიდება, აწმყოს ტკივილი და მომავლის იმედი და ბოლოს. დიახ, აფხაზეთი საქართველოა და ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს სოხუმის დაცემის დღეა. კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რამდენად ცოცხალია ეს ტკივილი და რამდენად მნიშვნელოვანია მეხსიერების შენარჩუნება. ჩვენი სტუმრის ნაამბობი გვახსენებს, რომ ისტორია არა მხოლოდ წიგნებში წერია, არამედ ის ადამიანების გულშია. მადლობა, რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.
Thank you.